მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე გახლავართ ექიმი ნუტრიციოლოგი ელისაბედ ლიზი კუჭავა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიურ კლინიკაში სკულებში, როგორც ყოველთვის ჩვენთან პაციენტის ექიმთან ჩასაწერად აუცილებელი არის წინასწარი რეგისტრაცია, ამიტომ მოგმართეთ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე და ჩაეწერეთ თქვენთვის სასურველ ექიმთან. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გადაცემა, რომელსაც ტრადიციულად ერთი რუბრიკით კითხვები ექიმთან ვაერთიანებთ და კითხვები ამოკრეფილი არის არა მარტო სოციალური ქსელებიდან, არამედ ვიცით, რომ ჩვენ კლინიკაში გვაქვს ჟურნალი, სადაც თქვენს სურვილებს და თქვენს რეკომენდაციებსაც წერთ. ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ასევე, რომ რაც კი სურვილი გექნებათ, აუცილებლად მოგწერეთ და მოგწერეთ ასევე გადაცემის თემები. ჩვენ ყოველთვის ვკითხულობთ თითოეულ თქვენ წერილს და ვიზიარებთ თქვენს სურვილებს. ამიტომაც თქვენ თვითონ შეგიძლიათ გახდეთ ჩვენი გადაცემის თემის შემკვეთი, ასე ვთქვათ. ძალიან საინტერესო გადაცემა გვექნება უახლოეს დღეებში. გადაცემა მიძღვნილი იქნება ისეთი საინტერესო და აქტუალური თემისადმი, როგორიც არის კვება და განწყობის თეორია და ამ თემაზე ჩემთან ერთად ისაუბრებს ჩემი არაჩვეულებრივი სტუმარი, ფსიქოთერაპევტი ბატონი გია სულაქველიძე. ახლა კი დავიწყოთ პირველი კითხვით, რომელიც უფრო კითხვა არ არის, ეს უფრო არის ძალიან ისეთი აქტუალური და ხშირად განხილვადი საკითხი საზოგადოებაში, ეს არის როგორ მოვამზადოთ საკვები და როგორ გავაკეთოთ ისე, რომ საკვები გახდეს ჩვენთვის ჯანმრთელიც და ამავე დროს არ დაკარგოს მათ გემოვნებითი თვისება. გაგვიგია ხშირად, რომ ხარშვა, თერმული დამუშავება ზოგადად მნიშვნელოვნად აუარებს საკვების არა მარტო სარგებლიანობას, არამედ გემოვნურ თვისებებსაც. ამიტომაც თუ ჩვენ აი ამ საკითხს ძალიან დეტალურად მიუდგებით, მინდა პირველი ვახსენო მთავარი ნუტრიციოლოგიური მიმართულება და ტენდენცია, რაც დღესდღეობით ძალიან ხშირად იცმის მედიაში და ასევე სამეცნიერო შეხვედრების დროს და კონფერენციებზე. ეს არის ის, რომ ჩვენ ცოტა ხნის წინ დავდექით ფაქტის წინაშე, როდესაც ამოტრიალდა ეგრეთ წოდებული ნუტრიციოლოგიური პირამიდა და აღმოაჩინეთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მავნე საკვები უკვე დადასტურებულად არის ტრანსცხიმები, რომლებიც დიდი რაოდენობით შედიოდა ადრე ჩვენ საკვებ მენიუში და ეხლა პრაქტიკულად ექიმები გასცემენ რეკომენდაციას, რომ არათუ შევზღუდოთ, არამედ შეძლებისდაგვარად ამოვიღოთ ისინი საკვებიდან და ხშირად არის ესეთი კითხვა, რას წარმოადგენს ტრანსცხიმი და როგორ გამოიყურება ის, იმიტომ რომ ტერმინად ვიცით, თუმცა კონკრეტულ მენიუში, კონკრეტულ საკვებთან მიმართებაში პაციენტებს ხშირად არ ესმით, რომელი საკვებია ასეთი. მოდი განვარტოთ ცოტა უფრო დეტალურად. ეს არის ხელოვნური გზით გარკვეული ტექნოლოგიური გარდაქმნების შედეგად მიღებული ცხიმი. ჩვენ საზოგადოება მას ძალიან კარგად იცნობდა მარგარინების სახელწოდებით, ასევე ჰიდრირებული ცხიმების სახელწოდებით და ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ აი ეს ძალიან გემრიელი და ძალიან აქტუალური, ასე ვთქვა და ქართულ კულინარიაზე მორგებული კერძი, როგორიც ფენოვანი ცომისგან დამზადებული ხაჭაპურები და ლობიანები, ყველაზე ხშირად აი ზუსტად ამ კერძებში გამოიყენება, ასევე მთელი რიგი ნამცხრები. ძალიან ხშირად მზადდება აი ამ ტრანსცხიმებზე და ამიტომაც თუ დიასახლისები მიყურებთ ახლა, მე გაძლევთ კიდევ ერთხელ რეკომენდაციას და თხოვნას, რომ გააკეთოთ ის ტრადიციული რეცეპტით, როგორიც იყო ყოველთვის, ეს არის კარაქზე მომზადებული ფენოვანი ცემი, რომლებიც ბევრად უფრო უვნებელია და სხვათა შორის საგემოვნო თვისებებიც უფრო მაღალი აქვს. ამას გარდა ტრანსცხიმები შედის ძალიან დიდი რაოდენობით ორცხობილებში და სხვადასხვა ტკბილეულებში, რომლებსაც ძალიან ბევრი ცნობილი ბრენდი ქართული დამზადების სახით გვაწვდის. საქმე იმაშია, რომ ასეთი დამზადებული საკვები შედარებით უფრო მაღლა დიდხანს ინახება, უფრო მაღალ ტემპერატურასაც უძლებს შენახვისას და რაც მთავარია, უფრო გემრიელი და ფხვიერია. თუმცა ეს ის გემრიელობა, რომელიც შეიძლება ჩვენი ჯანმრთელობის საფასურად დაჯდეს. ამიტომაც მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ მით უმეტეს იმ პაციენტებს, რომლებსაც აწუხებს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ან გაღიზიანებული აქვთ ნაღლის ბუშტი, ეგრეთ წოდებული ნაღლის ბუშტის კოლიკას რო ეძახით, მით უმეტეს მათ შემთხვევაში ამგვარი ცხიმის შეზღუდვა ძალიან კარგი იქნება, თუმცა ჩვენ დღესდღეობით აღარ ვგზავნებთ უკვე თუნდაც კარაქის გამოყენებას, არა მარტო საკვებში ტექნოლოგიური მომზადების დროს, არამედ ლუმის სახითაც, თუნდაც დილით საუზმეზე შესანიშნავი ტანდემია, ასე ვთქვათ, დატოსტილი პური და კარაქი, ვისაც უყვარს და ვისაც არ აქვს მით უმეტეს წონის პრობლემა. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის კიდევ ერთი რამ. დღესდღეობით ძალიან ბევრი ექიმი, სპეციალისტი და ტექნოლოგი საუბრობს ზოგადად ზეთებზე. ხშირად გვესმის ხოლმე პაციენტებისგან, რომ რა გავაკეთოთ, რატომ მიდის ესეთი ცუდი პიარი, აი ამ სიტყვას გამოვიყენებთ იმ ზესუმზირის ზეთის წინააღმდეგ. საქმე იმაშია, რომ საუბარი არის ზეთების მავნეობაზე, ანუ მათ კარცეროგენულ ნივთიერებებად გარდაქმნაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხდება ხანგრძლივი ან მათი განმეორებადი გამოყენება და მოდი ახლა სათითაოდ გავმარტოთ, რას ნიშნავს თითოეული მათგანი.
როდესაც დიასახლისი ან საცხობი მაგალითად ამზადებს კერძებს, სადაც არის დაუშვათ ღვეზელი მომზადებული ზეთში, ან იგივე კარტოფილი, შესაძლებელი არის განმეორებით მოხდეს ამ ზეთში ჩაყრა, ამოღება, შემდგომ ისევ გახურება. აი ამ შემთხვევაში უკვე ზეთი გარდაიქმნება და წარმოქმნის შიგნით ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც შესაძლებელია კანცეროგენული ან კიბოსწინარი დაავადებების და კიბოს მსგავსი დაავადებების გამომწვევი გახდეს, ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევი გახდეს. და მეორე ვარიანტი, თავად ზეთი შეიძლება იყოს ისეთი, რომ ძალიან ხანგრძლივ და მაღალ ტემპერატურაზე დუღილის დროს ასევე მავნე ნივთიერებებს წარმოქმნიდან. საქმე იმაშია, რომ დღეს სულ უფრო და უფრო მეტად საუბრობენ, რომ უფრო ნაკლებად მავნე ამ შემთხვევაში აღმოჩნდა არარაფინირებული ზესმზირი ზეთი. კურიოზია იმაში, რომ საკმაოდ ცოტა ხნის წინ, სხვათა შორის დაახლოებით 40-50 წლის წინ, ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა საქართველოში ძალიან აქტიური პროპაგანდა მიდიოდა რაფინირებული ზეთების სარგებლიანობაზე და გემრიელობაზე, ასე ვთქვათ, და საზოგადოებამ ძალიან დაუსაბუთებლად ამოიღო ზეთის არარაფინირებული ფრაქცია და ხდებოდა მათი დამუშავება, დაწმენდა, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად მათი ხარისხი გარკვეულწილად უარესდებოდა. ასევე ზეთი შეგიძლიათ ძალიან კარგად გამოიყენოთ, რა თქმა უნდა, სალათებში არავინ არ ამბობს, რომ ზესუმზირი ზეთი მავნეა. იგივე სიმინდის ზეთი საკმაოდ კარგი ვიტამინს შეიცავს დიდი რაოდენობით, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სალათებში, უმსაკვებში ან მოხარშულ საკვებში, როდესაც ზევიდან ასხავთ და ასევე თერმული დამუშავების დროს თუ ეს არის ხანმოკლე და საკმაოდ ისე დაბალ ტემპერატურაზე მიდის. აი მაგალითად, ხშირად მეკითხებიან ხოლმე, შეიძლება კვერცხი შევწვა, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირი ღირს სხვა ზეთები და კი ბატონო, მეყოლებთ, თუ ეს არის ხანმოკლე წვის პროცესი, თუ თქვენ არ გამოიყენებთ განმეორებითად ამ ზეთს, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ და ასევე ის ტრადიცია რომ დავუშვათ ტაფასუფთად შევინახავ და ზეთისგან არ გავასუფთავებ, იმიტომ რომ ზეთი სასარგებლოა, რა თქმა უნდა, დღეს ამას უკვე აღარავინ აღარ აკეთებს, იმიტომ რომ განმეორებითი გაცხელება არის გარკვეული საფრთხე, აი ზუსტად აი ამ კიბოს მსგავსი და კიბოს დაავადების წარმოქმნის მიმართულებით. ჩვენი რჩევა იქნება ასევე, რომ ბევრი თქვენგანი უკვე კარგად იცნობს ზეითუნის ზეთს, ავოკადოს ზეთს, რომელიც შედარებით მაღალ ტემპერატურას უძლებს, მაგრამ მე ალბათ ვინც მისმენს, იცის რომ გამომირჩევი ბატონ ზაქარიასთან ერთად იმ ექიმთა კატეგორიას განვეკუთვნები, რომელიც შეწვის დროს ძალიან აქტიური პროპაგანდას უკეთებს გრილზე მომზადებულ პროდუქციას და შამპურზე შემწვევ პროდუქციას, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სხვაობა, ბევრად უფრო უსაფრთხო ასე მომზადებული საკვები, ოღონდ ერთი მთავარი პირობაა დასაცველი, ამასაც ყოველთვის ვამბობ, დღეს საქართველოში ძალიან პოპულარული საკვებია მაგალითად შაურმები, ჩვენი რაც არ უნდა ვმალოთ და ვიძახოთ, რომ არ მიირთმევთ, ახალგაზრდები დიდი რაოდენობით მიირთმევენ და ბატონი ზაქარია ხშირად ამბობს ხოლმე, რომ ღამის თბილისში რო გახვიდოთ, აღმოაჩენთ, თბილისი ღამე ძალიან კარგად მიირთმევს აი ამ ზუსტად junk food-ს, რასაც ვეძახით, ანუ მავნე საკვებს. ამ შემთხვევაში საუბარია, რომ ისტორიულად ეს საკვები არ მზადდებოდა ცოცხალ, ასე ვთქვათ, ანთებულ ცეცხლის ალზე, რომელიც გამოიყოფა ჩვეულებრივი ბუნებრივი აირის წვის დროს, რომელსაც აქვს საკმაოდ ცუდი ნამწვი პროდუქტები და რომლებიც ასევე ილექება აი ამ საკვებ პროდუქტზე და მას მავნეობას კიდევ უფრო უზრდის. ხოლო, როდესაც ის ისტორიულად მზადდებოდა ნეკერჩხალზე, ანუ ცეცხლზე, რომელიც იყო, ასე ვთქვათ, ხის და მცენარეების გადამუშავების შედეგად მიღებული საწვავით დამზადებული, მაშინ რა თქმა უნდა ესეთი მავნე, ონკოგენური ისეთი წვის პროდუქტები არ წარმოიქმნებოდა და ასეთი საკვები უფრო ნაკლებად სახიფათო იყო და სახიფათოობას ასევე განსაზღვრავს ის, რომ პროდუქტი არ უნდა იყოს დიდი ხანი დავარგებული, ასე ვთქვათ, ჩამოკიდებული, არ უნდა იყოს არაჰიგიენურ გარემოში ნახული, ისედაც ტექნოლოგია მოითხოვს გარკვეულ დაძველებას ხორცის და ამდენად საფრთხე ჩნდება იმისა, რომ არ იყოს მასში მიკროორგანიზმები გამრავლებული და თქვენ მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ სწრაფი მომზადებით გამოირჩევა ეს პროდუქტი და შესაძლებელია მოხდეს ხორცის უმიფრაქციის შერევა და ეს კიდევ ერთი დამატებითი საფრთხეა. ამას გარდა ძალიან ისეთი ხშირი და გამოყენებადი პროდუქტია, თქვენ ახლა მოგეხსენებათ, რომ ახლოვდება თბილი ზაფხულის დღეებიც, მალე მოვა საქართველოში ტემპერატურა, რომელიც ფაქტიურად გვაყენებს იმ პირობის წინაშე ექიმებსაც და ასევე კვების ობიექტში მომუშავე ყველა სპეციალისტს, რომ მაქსიმალურად დავიცოთ საკვები პროდუქტის უსაფრთხოება, დახსევით მოთავსებული არც ტკბილეული, მათ შორის არც შოკოლადი, მით უმეტეს თუ გარემოს ტემპერატურა არის საკმაოდ მაღალი, მიუხედავად იმისა, რომ ვარგისიანობის ვადა პროდუქტ შეიძლება შენარჩუნებული ჰქონდეს, აი ყველა ამ პირობის დაცვითაც კი შესაძლებელია პროდუქტი გახსნათ და აღმოაჩინოთ, რომ ის გაფუჭებულია და
ჩვენ მქონდა ესეთი პაციენტისგან მახსოვს, როდესაც ინტოქსიკაცია განვითარდა, პაციენტი ამბობდა, რომ პროდუქტი, რომელიც მიირთმევთ, კვილეულზე იყო საუბარი, ვარგისიანობის ვადა არ ქონდა გასული, თუმცა როცა გახსნა გემო არ მოეწონა, მაგრამ ჩათვალა, რომ ეს მოეჩვენა უბრალოდ და მიირთვა და აღმოჩნდა, რომ პროდუქტი მიუხედავად იმისა, რომ ვარგისიანობა ქონდა, მაინც დაზიანებული იყო, ასე ვთქვათ, გაფუჭებული იყო, მხოლოდ იმიტომ, რომ იყო თერმულად არასწორ გარემოში შენახული. ასევე მინდა გთხოვოთ კიდევ ერთი რამ, განსაკუთრებით ჩვენი პრეპარატები, რომლებსაც გასტროენტეროლოგიაში, ნუტრიციოლოგიაში საკვები დანამატები, რომლებსაც ვიყენებთ, თითოეულ მათგანს მითითებული აქვს შენახვის ტემპერატურა, სააფთიაქო სივრცეში ისინი მეტნაკლებად დაცულია ხოლმე და როდესაც სახლში მოგაქვთ, მით უმეტეს როცა ზაფხულის ცხელი დღეები დაიწყება და არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პროდუქტები, როცა ძალიან ცხელა და ტემპერატურა თუ ოთახში მით უმეტეს კონდიცირება არ აქვს ჩართული, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ძალიან მაღალ ტემპერატურაზე შენახული და ის პრეპარატები, რომლებიც საჭიროებენ სამაცივრე შენახვას, რა თქმა უნდა, სამაცივრეთ უნდა შევინახოთ. კიდევ ერთი საინტერესო კითხვა. რა არის გლიკემიური ინდექსი და რატომ არის დღეს ეს თემა ესეთი აქტუალური? გლიკემიური ინდექსი არის ტერმინი, რომელიც განსაზღვრავს ნახშირწყლოვანი საკვების მიერ გამოწვეული გლუკოზის ეგრეთ წოდებულ პოსტპრანდიალური მრუდის ფართობს, ეს არის კვების შემდგომი მრუდის ფართობი. ჩვენ ამ თემაზე ადრე არ საუბრობდით, იმიტომ რომ არ ითვლებოდა ეს საკითხი ესეთ მნიშვნელოვნად, თუმცა მე მეცნიერული კვლევებიც გაღრმავდა, ასე ვთქვათ, და ტერმინმაც შეიძინა სათანადო მნიშვნელობა და აღმოჩნდა, რომ პროდუქტი კალორაჟის გარდა კიდე გლიკემიური ინდექსის სხვაობით გამოირჩევა. ეს არის ის თვისება, რაც აიძულებს მას, რომ არ მივიღოთ ესა და თუ ის პროდუქტი და არ დავნიშნოთ ესა თუ ის პროდუქტი იმ შემთხვევაში, როცა ადამიანს მაგალითად აქვს შაქრიანი დიაბეტი ან არ უნდა ქონდეს სიტყვაზე წონასთან დაკავშირებული პრობლემები. ასეთი მაღალი გლიკემიური ინდექსით შეიძლება გამოირჩეოდეს თეთრი პური, აი პური ტერმინი, მოდი ესე ვთქვათ. ხშირად ისმის ხოლმე ესეთი ფრაზა, არ შევჭამ პურს, იმიტომ რომ პური მავნეა. პურში არის უამრავი ქვესახეობა, მომზადების თავისებურებები, ტექნოლოგიები, ზოგადად ნახეთ, ჩვენ როცა ვსაუბრობთ ერთი ნაჭერი პური, ნაჭერიც შეფარდებითია, ხო მართალია, ვისთვის ნაჭერი რა ზომაა და ვისთვის რა. აქედან გამომდინარე, პურშიც არის ისეთი პურის სახეობები, რომლებშიც გლიკემიური ინდექსი შედარებით მაღალია, კალორაჟითაც შეიძლება შედარებით მაღალით გამოირჩეოდეს და ჩემი რჩევა იქნება ხოლმე დღესდღეობით ინფორმაციულ ეპოქაში ვცხოვრობ, ჩვენი პაციენტიც და მყიდველიც კარგად არის ინფორმირებული და თუ მეორე მხარეს ამოატრიალებთ ხოლმე პროდუქტებს, ძალიან პაწაწინა ასოებით მითითებული არის კალორაჟი ჩვეულებრივ 100 გრამზეა დათვლილი ხოლმე. თქვენ შეგიძლიათ აი ეტიკეტის წაკითხვა სხვათა შორის არის ერთ-ერთი საინტერესო საკითხი, რომელსაც არასოდეს არავის არ ასწავლიან, არც ერთი სკოლა და არც ერთი უმაღლესი თუ არ არის სპეციალიზირებული, რა თქმა უნდა, ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას არ გვაწვდის. ეტიკეტზე არის დატანილი პრაქტიკულად სრული ნუტრიციოლოგიური პროფილი პროდუქტის. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ 100 გრამი პროდუქტი, რამდენ ცილას ცხიმს ნახშირწყალს შეიცავს თუ არა პირობითად გავრცელებულ ალერგენებს ჩამოთვლილია ხოლმე, იმიტომ რომ ყველაზე უფრო დიდია ის 8 რო იყო და ეხლა რო 9 გახდა დიდი ალერგენი, ხო? მითითებული არის ხოლმე ძალიან ხშირად, ასევე მითითებული არის შეიცავს თუ არა გლუტენს, კაზეინს, შეიძლება მითითებული იყოს შაქრის შემცველობა და ასე შემდეგ. ან მითითებული იყოს, რომ მომზადებულია ჰალალისა და კოშერის კონცეფციის მიხედვით. თითოეულ ამ მითითებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული სერტიფიცირებისა და ლაბორატორიული შემოწმების შედეგად ხდება. ეს რაც შეეხება მზად დაბეჭდილ პროდუქტებს, მაგრამ როდესაც ჩვენ ვყიდულობთ ასე ვთქვათ უცბად მომზადებულ პროდუქტებს, სახელდახელოდ მომზადებულ პროდუქტებს, მაშინ აქ რა თქმა უნდა წარმოებელი სინდისზე ვართ დაყრდნობილი, თუმცა პირობითად ამ პროდუქტსაც აქვს თავისი კონტროლი გავლილი. ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ესეთი კითხვა, რომ აი ჭვავის პური სად ვიპოვოთ აბსოლუტური ჭვავისგან დამზადებული, იმიტომ რომ ბევრი საუბარი არის იმაზე, რომ შესაძლებელია ვიყიდოთ ჭვავის პური, ჩვენ რო რუხს ვეძახით, ზოგ ქვეყანაში ეძახიან ყვავისფერ პურს, ზოგან შავს ხომ და აი ამ პურში შეიძლება აღმოჩნდეს გარკვეული რაოდენობით ხორბალი და საღებავი, მხოლოდ იმიტომ რომ მიიღოს ეს შეფერილობა დამახასიათებელი ჭვავისთვის. საინტერესო არის ის, რომ ჭვავი ზოგ ქვეყანაში არ არის ესეთი ძვირიანი და მე მახსოვს ძალიან შორეულ ჩემს ბავშვობაში ჭვავის პური ითვლებოდა, შავი პური ითვლებოდა უფრო მეტი სიხარების სიმბოლოდ, ვიდრე თეთრი პური, იმიტომ რომ თეთრი პური მით უმეტეს უმაღლესი ხარისხის, დიდი ძალიან კარგ და ძვირფას პურად ითვლებოდა. დღეს რაღაცები უფრო შეიცვალა და ჭვავის პური გახდა მე იშვიათად მეგულება ბრენდი, რომელსაც ჭვავის პური უფრო ძვირი არ ქონდეს. მე მგონი ყველა ბრენდი ესეა, ვიდრე ჩვეულებრივი მაღალი ხარისხის ქვილისგან მომზადებული. მაშასე უყურებთ ეტიკეტირებას, ვაქცევთ ყურადღებას იმას, თუ რა არის და როგორი შემცველობით არის, უნდა მოვიმარჯვოთ
სათვალე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჯანსაღი მხედველობის ადამიანს ხანდახან ვერ ხედავს ამ ძალიან პატარა ასოებით დაწერილ, ასე ვთქვათ, ნუტრიციოლოგიურ ინფორმაციას, მაგრამ თუ კარგად ჩავეძიებით, აღმოაჩენთ ბევრ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას და უმეტეს, როდესაც ექიმს ვესაუბრებით, რამდენ ნაჭერს მივირთვეთ, თქვენ უფრო გაგიმარტივდებათ ყველაფერი, თუ გეცოდინებათ პროდუქტი რამდენი გრამია და მერე პირობითად მოხდება მისი ნაჭერზე გადაანგარიშება და უკვე გეცოდინებათ, რომ დავუშვათ მივირთვით რაღაცა გარკვეული გრამი ყველი, სიტყვაზე კარაქი ან ასე შემდეგ. კალორიაჟი კლასიკურად ეფუძნება ძალიან საინტერესო კოეფიციენტს. ჩვენ ვიცით, რომ პირობითად აი ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების კალორიაჟი დადგენილია და ახლობით 4 კილოკალორია ნახშირწყალი და ცილისთვის, 9 კილოკალორია არის ცხიმებისთვის, ამიტომ ითვლება ცხიმი უფრო მაღალკალორიულად, თუმცა ისიც უნდა დავძინოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკვივალენტურია თითქმის ნახშირწყალი და ცილა, ცილის მონელება ბევრად უფრო რთული და ისეთი მრავალკომპონენტიანი პროცესია, ვიდრე ნახშირწყალი. ნახშირწყლის მონელება პრაქტიკულად პირისგან იწყება და ამიტომ მინდა ჩემს მაყურებელს უთხრა, რომ რა თქმა უნდა კალორიაჟი საბოლოო ჯამში უფრო მეტ ცხიმის დაგროვებას იწვევს ნახშირწყალის მიღება და როდესაც ვსაუბრობთ რატომ არის ცხიმი დაგროვებული და რა საკვები შეიზღუდოს მენიუში, დღესდღეობით თანამედროვე ნუტრიციოლოგია პირველ რიგში იკრძალავს არა ცხიმს, არამედ ნახშირწყალს. და კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია, რაც აქვე მინდა გავაჟღერო, ინფორმაცია მოწოდებული არის ხოლმე აი ამ პაკეტებზე, შეფუთვებზე, არა მარტო კილოკალორიებში, არამედ კილოჯოულებში. იმის მიხედვით, რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ, ჩვენ კლინიკის პაციენტებშიც და ტელეკომპანია პეკატივის მაყურებლებს შორის ყავს ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, იმიტომ რომ გვეხმიანებიან და ვიცით და მე მინდა თითოეულ მათგანს უთხრა, რომ ქვეყანაში საიდანაც გვიყურებთ, ნახეთ რომელი ერთეული დომინირებს, თუმცა ჩვეულებრივ ორივე აწერია ხოლმე და ძალიან ადვილად შეიძლება ამის გადაყვანა. ძირითადად კალორიაჟი საინტერესო თემაა, როდესაც საუბარი მიდის ასეთ ზოგად ერთეულებზე, თუმცა როცა ვსაუბრობთ უკვე მზაკერձებზე, აქ თემა გაცილებით უფრო რთული და საინტერესო ხდება და მოდი მივყვეთ რატომ. არის ესეთი ხუმრობა ნუტრიციოლოგიური, ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ როდესაც ერთი და იგივე მენიუს შემადგენლობას აძლევენ ორ დამოუკიდებელ დიასახლის, ერთმა შეიძლება დაამზადოს ბლინი და მეორემ შეიძლება გააკეთოს ტორტი და მართლაც ესეა, სიტყვაზე კლასიკური ინგრედიენტები ფქვილი, კვერცხი, დაუშვათ რაღაცა ჯემი იქნება თუ რაღაცა დასამატებელი соуსი, ან იქვე შეიძლება ავიღოთ კარამელიზირებული წვენი, შეიძლება გამოყენებული იქნეს მარტივი ბლინების მოსამზადებლად, ეგრეთ წოდებული კრეპების და შეიძლება უფრო ჭკვიანად ესეთი მაღალტექნოლოგიური კულინარიის მცოდნე დიასახლისმა დაამზადოს უკვე უფრო რთული კომპონენტები, რთული ინგრედიენტებისგან შემდგარი ტორტი უფრო პრიმიტიული შემცველობით. ანუ მიიღოს ის, რასაც სხვა დაუშვათ 10 ერთეულით აკეთებს, მე მინახავს სხვათა შორის ესეთი რეცეპტები ინტერნეტში, როდესაც ქალბატონი დებს რაღაცა ტორტის რეცეპტს და ამბობს, რომ 4 ინგრედიენტის რაგანაა დამზადებული, ხო? ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ კულინარია არ არის მარტო გემრიელი და ლამაზი კერძების, ასე ვთქვათ, ხელოვნება, ეს არის ჯანსაღებების ხელოვნებაც პირველ რიგში. ამიტომაც მინდა ჩემ მაყურებელს უთხრა, რომ მომზადების თავისებურებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს პროდუქტების და როდესაც ჩვენ ვაუბრობთ კვერცხი რამდენი კალორიის, ამე იქვე პაციენტს ვეკითხები, როგორ მიირთვით, როგორ მომზადეთ ეს კვერცხი, იმიტომ რომ მომზადებას აი ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე არსებობენ საკვები, რომლებიც ძალიან სწრაფად ზრდის გლიკემიურ ინდექსს და იმ ადამიანებში, რომლებსაც ასე ვთქვათ, აქვს პრობლემები მეტაბოლური ან აქვს შაქრის ცვლის პრობლემები, თუნდაც დიაბეტის შემთხვევაში შეიძლება იმდენად მაღალი ესეთი ნახტომისებური ცვლილება იყოს მათ სიხში, რომ შენ პაციენტმა შეიძლება ვერც კი გაიაზროს რა მოხდა, რაღაცა საკვები სიტყვაზე მიიღოს და ძალიან მალე უკვე რაღაცა ცვლილებები დაფიქსირდეს გლიკომეთზე. ამიტომაც ყოველთვის ვეუბნებით ხოლმე პაციენტებს, რომ მათ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ექიმი გაძლევთ რაღაცა დიეტას, მით უმეტეს აი დიაბეტიან პაციენტებმა მინდა რომ ყურადღებით მოისმინოს და ექიმი იქვე განუმარტავს ენდოკრინოლოგი, როგორ მოამზადოს ეს საკვები, აი მომზადების ტექნოლოგია შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, რომ არ მოხდეს ეს ნახტომისებური მატება აი ამ გლუკოზის შემცველობის სისხლში. და შესაძლებელი არის, რა თქმა უნდა, დიდი რაოდენობით, როდესაც იმატებს, არც ეს არის კარგი და პირიქით, არც მეორე ვარიანტი არ არის კარგი, როდესაც პაციენტთან დაბლა ხდება გლუკოზის ვარ და მას გონია, რომ რაღაცა გარკვეული საკვები მიიღო და რეალურად ეს საკვები არ არის საკმარისი მისთვის. აქედან გამომდინარე, აი ამ ბალანსის დაჭერა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მარტო ავადმყოფებში და იმ ადამიანებში, ვისაც აწუხებთ რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა, არამედ ზოგადად ჯანმრთელ ადამიანებთანაც,
რომ არ მოხდეს შემდგომში უკვე რაღაცა დაავადების ჩამოყალიბება. რაც შეეხება უჯრედის, უჯრედისი არის ძალიან საინტერესო ბოჭკოები და ბოჭკოთი მდიდარი საკვები. ძალიან ხშირად ესეც პაციენტი მოდის შეკრულობით და დღეს შეკრულობა გახდა ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ხშირი მომართვიანობა გასტროენტეროლოგიურ კლინიკაში. რატომ? იმიტომ რომ მჯდომარე ცხოვრების წესია გაბატონებული, წყლისმის კულტურა შედარებით უფრო დაუცველია, ამაში გარკვეულ როლს თამაშობს ძალიან საინტერესო ფაქტორი, ჩვენ აქ ერთ-ერთ ინტერვიუში ერთ-ერთმა ექიმმა თქვა ესეთი მიზეზიც, რომ იმიტომ რომ საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი ქუჩაში თუნდაც კარგი სუფთა მოწესრიგებული, რა ვიცი, რა ტერმინი ვიხმარო, სანიტარული კვანძები, ტუალეტები, ამიტომაც ადამიანები, როდესაც ქუჩაში უწევთ მოძრაობა, უფრთხიან წყლის დიდი რაოდენობით მიიღებას, რომ მათ არ დაჭირდათ შემდგომ სარგებლობა. ესეც არის ალბათ ერთი ფაქტორი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და მას უკვე ჩვევაში აქვს ჩამოყალიბებული ის, რომ წყალი არ სვას. მე მინახავს პაციენტი, რომელიც გეუბნება, რომ ეს წყალი პრაქტიკულად არ სვამს. გეტყვის დაფიქრდება და იცით რა, მე წყალს არ ვსვამ. ჩაის სვამს, რაღაცა წვნიან სიღებს შეიძლება ყავას სვამდეს, მაგრამ აი წყალი როგორც ასეთი იზოლირებულად არ უყვარს. არ უყვარს და არც იღებს. აქედან გამომდინარე, იმისათვის რომ აი ესეთი ჩვევა, მუდმივ ჩვევაში არ გადავიდეს მერე და ადამიანს უკვე არ ჩამოყალიბდეს რაღაცა გარკვეული გართულებები და გართულებები არა მარტო შექმნილობა, იგივე კანის ხრივი გართულებები, კანით შრება, შეიძლება ცელულიტი ჩამოყალიბდეს და ასე შემდეგ. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იმისათვის რომ ავირიდოთ შეკრულობები, რა თქმა უნდა, თუ არ არის რამე სერიოზული ორგანული დაზიანება, არის საკვების თავისებურების დაკორექტება, წყლისმის კულტურა და რა თქმა უნდა მოძრაობა. მოძრაობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ვისაც პატარები გყავთ, მიაქცევდით ყურადღებას, სანამ პატარა ბაია, მანამდე ის გაზები აწუხებს, უცლის ტკივილები აქვს, კოლიკებს ოვეძახი და როგორც კი იწყებს გადაბრუნებას, გადმობრუნებას, რაღაცა ფერმენტული აპარატი წყალიბდება, თვითონაც უფრო ღონიერია და ეს პრობლემა სულ უფრო და უფრო ნაკლებად აწყობს და ბოლოს ის ეკრება ხოლმე, რომ ოჯახი ვერც კი ამჩნევს იმ დღეს, როდიდან მოხდა ამ პრობლემის მოგვარება. ასევე არის დასულ ადამიანებშიც, მოძრაობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენი ცხოვრების წესი დღესდღეობით მოითხოვს ერთ ადგილზე სტატიურ მდგომარეობაში ეკრანზე კონცენტრირებულ მდგომას, მთელი რიგი პროფესიებია, მათ შორის კომპიუტერული ტექნოლოგიები, სხვადასხვა საოფისე, რომლებიც ერთ პოზიციაში ზის და აი თუ დავაკვირდებით ამ შემთხვევაში სტატურა როგორია, ხელები მაგიდაზე დადებული, ცოტა წახრილი მხარში, მუცელი საკმაოდ მოდინებული, აი ხა თუ ჩვენ მაყურებელი კომპიუტერთან გვისმეს, მე ვთხოვ მას საკუთარ თავზე დააკვირდეს როგორია მისი პოზა, როგორია მისი სხეული და აღმოაჩენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან გამხდარიყოს, მუცელი საკმაოდ მოდუნებულია და ფეხების ასეთი ბარძაყის ზედაპირზე თითქოს და ჩამოდებული. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ და ხერხემალი მუხრილი, რა თქმა უნდა, რომ მუცელში არსებული ნაწლავები თავის თავზე იღებენ დამოუკიდებლად ფუნქციას, რომ მათში კანალოვანი მასა გადაადგილდეს. ანუ გარეგანი მიშველება, კუნთური მიშველება მათთვის არ ხდება. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთ პაციენტებთან მოძრაობის კულტურის აღდგენა, მე არ ვამბობ, რომ კილომეტრობით არის, შეიძლება თუნდაც ბრუნვითი ვარჯიშები, მსუბუქი მუცლის პრესზე განსავითარებელია, ზოგადად ეს მუცლის კუნთების მოდუნება საყოველთაოდ ცნობილი პრობლემაა, თუმცა არც მათი ჰიპერგანვითარება არ არის კარგი და ჯანმრთელობისთვის მაინდა-მაინც სასარგებლო, მით უმეტეს ქალბატონებში, როდესაც მოდიან ხოლმე და აბსოლუტურად კაზევით უკვე ჩანს ეს სტრუქტურა, რა თქმა უნდა, არის მთელი რიგი სპორტის სახეობები, სადაც ეს აუცილებელია, თუნდაც ალუან სპორტებში, იმიტომ შეუძლებელია მუცლის ფარი არ იყოს განვითარებული და სპორტში ადამიანმა მიაღწიოს წარმატებას, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი დამცველობითი ადგილია, საქმე იმაშია, რომ მუცელში ტრავმის მიყენება არის ძალიან მძიმე და რა თქმა უნდა, მუცელი არის დაუცველი, იმიტომ რომ მას არ აქვს ძვლოვანი საფარი. აქედან გამომდინარე, მინდა ესეთი რჩევის სახით გითხრათ, ესეთი პაციენტები, აი ბატონ ზაქარიას ძალიან ბევრი ყავს, რომელსაც პირველი მიმართვის მიზეზი არის შეკრულობა და ძალიან ხშირად ეს არის ზუსტად უჯრედისის მდიდარ საკვებთან დაკავშირებული და არა მარტო უჯრედისით მდიდარ საკვებთან, არამედ წყლისმის კულტურასთან. და მოდი მოკლედ განვიხილოთ რა არის უჯრედისი ამ შემთხვევაში. ძალიან მარტივად ავხსნი ამას, ეს არის ცოტა ძნელად მოსანელებელი ბოჭკოვანი სტრუქტურის ნივთიერება სუბსტრატი, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ ძირითადად მცენარეულ საკვებთან ერთად და ორგანიზმი მათ მონელებას რო ვერ ახერხებს, დიდი რაოდენობით სითხეებს გამოიმუშავებს, იმიტომ რომ რაღაცნაირად მოხდეს ამისი მონელება, ის ერთგვარად აბევრებს აი ამ მონელებულ საკვების მასას და ეს გაბევრებული, გაფუებული მასა შედარებით უფრო ადვილად გამოდის
შემდგომ საჭმლის მონელებელი ტრაქტიდან. სხვადასხვა მეთოდს ვიყენებთ, სხვადასხვა საკვები დაწყებული ქატოდან ჭიას მარცვლებით დამთავრებული შეიძლება მოხდეს დამატება საკვებში და ასევე შეიძლება უფრო ბანალურად ურჩიოთ მწვანე მცენარეების მიღება. ძალიან მიყვარს ამის რჩევის გაცემა, მით უმეტეს თუ თქვენ ახლა ვინმე მიყურებთ ისეთი, რომელსაც გაქვთ საკუთარი ბაღი და შეგიძლიათ რომ საკუთარ ბაღში მოიყვანოთ ესეთი მწვანე ქორფა მინდვრის მცენარეები, ბალახეული, როსაც ვეძახით, იგივე იქნება სალათის ფურცლიდან დაწყებული თუ თუნდაც ისპანახი, პრასი, ხო, ესენი საკმაოდ კარგი პროდუქტები, ამ შემთხვევაში უჯრედისით მდიდარი და მათი მიღება, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობისთვის კარგია. კიდევ ერთი საინტერესო კითხვა არის მექანიკური დამუშავება ნაწილაკის ზომისა და ზედაპირის ფართობის შესახებ. ესეთი კითხვა ვნახე ძალიან საინტერესო, მართალია თუ არა, რომ ერთი და იგივე წონის ძროხის ხორცი და მისგან დამზადებული კატლეტი და არა კოტლეტი სხვათა შორის, იმიტომ რომ კატ დაჭრიდან მოდის ეს სიტყვა, დაკეპვიდან, კატლეტი სხვადასხვა კალორიებით გამორჩევა. კი ბატონო, დიდი სხვაობა შეიძლება არ იყოს, აქ კიდე დიდ როლს თამაშობს ის თუ რა დაემატება კატლეტში, სტანდარტულად არ უნდა იყოს დამატებული თუ ჩვენ ზუსტად ვადრით ერთმანეთს პურეული, თუმცა თუ მასში პური და ნახშირწყალია დამატებული, რა თქმა უნდა იცვლება, აქ უკვე შედარებაც შეუძლებელია ერთმანეთის. მაგრამ დაკეპილი ხორცი ვინაიდან არ საჭიროებს თუნდაც ძალიან ბანალურ წყლის მოძრაობას, ხო? და უფრო ნაკლებად შეიძლება ღეჭვით მოძრაობას მოითხოვდეს, უფრო მალე და ადვილად შეიძლება ასე ვთქვათ, ჩაუშვათ კუჭნაწლავის ტრაქტში, ვიდრე ის ხორცი, რომელსაც საკმაოდ დიდი ხნის ღეჭვა უნდა და ერთი პატარა საიდუმლო მინდა აქვე დიასახლისებს ვასწავლო. ვინაიდან საქონლის ხორცი არის ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასაღეჭი პროდუქტი და დღეს ვიცით რომ ძალიან მოდაში წამოვიდა ეს ლამაზ-ლამაზი ბრეკეტები და კბილების რაღაც დეკორატიული ელემენტები, მათ შორის კერამიკული კბილები და ასე შემდეგ, რომლებიც საკმაოდ ლამაზია ვიზუალურად და განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს და ბავშვებში ბევრია ბრეკეტებით, სხვადასხვა კაპები, ბრეკეტები, სხვადასხვა დამხმარე საშუალებებით. ეცადეთ რომ ბოჭკო ასეთ შემთხვევაში დაჭრათ მართობულად თავისი თუ დააკვირდებით ხორცის ნაჭეს, ისეთი წვრილით, თემებივით, პატარ-პატარა ბოჭკოებისაგან არის წარმოდგენილი, რეალურად ეს არის კუნთის სტრუქტურა, აქტინმიოზინის სტრუქტურით იწყება და მე უკვე ცოტა დიდი კუნთოვანი ბოჭკოებით, რომლებიც თითოეული მათგანი ძალიან ლამაზადაა შეხვეული და გალაგებული სიგრძეზე და თუ თქვენ მიაქცევთ ყურადღებას ხორცში როგორ მოდის ბოჭკოები და თუ აი ამ ხორცის ნაჭერს დაჭრით საპირისპირო მიმართულებით, მაშინ ბევრად უფრო გემრიელი და ღეჭვადი ხდება და ბავშვიც მე აღარ გაგიპროტესტებთ ასეთი ხორცეულის მიღებას. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამას, იმიტომ რომ პატარებმა შეიძლება ვერ დაღეჭონ კარგად ძროხის ხორცი და შეიძლება გადაცდეთ კიდეც. ამიტომაც აი ამ რჩევას პედიატრები ძალიან ხშირად აძლევენ ხოლმე ახალგაზრდა დედიკოებს და მინდა რომ გაითვალისწინოთ. კიდევ ერთ ბოლო დროს ინსტაგრამზე წერენ ძალიან ბევრი ინფლუენსერი იმას სტაფილოს შესახებ, ესეთი ნახევრად უკვე ხუმრობითი სურათებიც კი წამოვიდა, როგორ იცვლება სტაფილო მოხარშულ და უმდგომარეობაში. დიახ, მართლაც ესეა. მოხარშული სტაფილო ცოტა უფრო მაღალი გლიკემიური ინდექსით გამოირჩევა ვიდრე უმი, სარგებლიანობაც იცვლება, გემოც მოტკბოჩება. მართალი გითხრათ, მე პირადად ვიცი ძალიან ბევრი გემრიელი დესერტი სტაფილოსგან მომზადებული, მათ შორის არაჩვეულებრივი სტაფილოს კექსები არსებობს. მე არ მინდა ხა კონკრეტული ბრენდები დავასახელოთ, თბილისში არის რამდენიმე ძალიან ცნობილი საკონდიტრო, რომელიც აი ამ კექსს ამზადებს და თუ ვინმე მიყურებთ ახლა დიასახლისი, რომელსაც თვითონაც გიყვართ დამზადება, გირჩევთ დაამზადოთ, იმიტომ რომ სხვათა შორის ეს კერძი მოითხოვს უფრო ნაკლები შაქრის დამატებას. და ამდენადაც სასარგებლო. ბევრ ქვეყანაში, მაგალითად გერმანიაში, გამოიყენება სახამებლის, ანუ აი კარტოფილისგან მიღებული სახამებლის ფქვილი. ძალიან ბევრი კულინარი იყენებს ბუნებრივ საღებავებს და სხვათა შორის ტორტში შეიძლება გამოიყენოს საღებავად ჭარხლის წვენი და ასე შემდეგ. ეს ძალიან მიღებული და ძალიან საინტერესოა და მართალი გითხრათ, რაც უფრო მალე დაუბრუნდებით აი ამ ბუნებრივ სიმდიდრეებს, ძალიან კარგი იქნება. სხვათა შორის პეკატინის არქივი სამედიცინო გადაცემების, მე ხშირად ვამბობ ხოლმე ამას, მე არ ვამბობ ამას მარტო ჩემს გამო. ჩემს გარდა აქ მუშაობს არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელიც არის ამ იდეის სულის ჩამდგმელი ქალბატონი ქეთი და ჩვენ გვაქვს უნიკალური არქივი გადაცემების. მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ ალბათ დადგებაოდის მე დღე, ეს არის ფაქტიურად ელექტრონული ესეთი აუდიო წიგნები. თითოეული ჩვენი რესპონდენტი, თითოეული ჩვენი აბსოლუტური პასუხისგებლობით შემიძლია თქვა, არის მეცნიერიც და არის არაჩვეულებრივი კლინიცისტიც. ამიტომაც ყველა ჩვენი ინტერვიუ, ყველა ჩვენი გადაცემა, ყველა დროის გარეშე შეგიძლიათ მოусმინოთ
თარიღებსაც არა აქვს მნიშვნელობა. შეიძლება აიღოთ საკმაოდ დიდი ხნის გადაცემა 3-4 წლის და აღმოაჩინოთ, რომ ის ისევ აქტუალურია და ძალიან საინტერესოა. ერთ-ერთ ასეთ გადაცემაში ზუსტად აი საღებავებზეც გვაქვს ჩაწერილი, აი მავნე დანამატებზეც და თუ ვინმე სურვილი გაქვთ, რა თქმა უნდა, ჩვენს არქივში, რომელიც YouTube-ზე დევს, შეგიძლიათ ნახოთ და უყუროთ. მსოფლიო ებრძვის დღეს ამ საღებავებს ძალიან აქტუალურად, რადგან საღებავები ვახსენე, ამასაც დავამატებ, ჩვენის ბედნიერი ქვეყანა ვართ, რომელიც არ ვაწარმოებთ ასეთ საშიშ და ცუდ პროდუქტებს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან ძალიან ადვილად ჩემოდის ისინი. კიდევ ერთი საინტერესო თემა, ამას წინათ პაციენტმა მკითხა და აქვე მოვინიშნა ჩემს კითხვებში, სუნელების შესახებ იყო ქალბატონის კითხვა. მართალია თუ არა, რომ სუნელები მდიდარია ტყვით, მქონდა ისეთი ძალიან სამწუხარო ფაქტი, როდესაც ერთ-ერთი ქვეყანაში, ისე ვთქვათ, მდიდარ ქვეყანაში, საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტი ბავშვების სისხლში რუტინული ანალიზით აღმოაჩინეს ტყვის მაღალი შემცველობა, მერე წავიდა კვლევა, აღმოჩნდა რომ ოჯახშიც ესე იყო და საბოლოო დასკვნა და დაიდო რომ აი იმ სუნელებით და იმ საკვებით, რასაც ოჯახი იღებდა, იქიდან ხდებოდა მათ ორგანიზმში პერიოდულად, რა თქმა უნდა, ამ ნივთიერებების გადასვლა და კუმულაცია. რაშია საქმე? საქმე იმაშია, რომ სამწუხაროდ სუნელები, რომლებიც მზადდება მცენარეებისაგან, ბალახეულისგან ძირითადად, მოყავთ ისეთ სავარგულებში, რომლებიც მდებარეობს ძალიან ახლო ავტომობილების ტრასებთან. ბატონი ზაქარია ასახელებს ხოლმე ადგილებსაც კი, სადაც როდესაც ის მოგზაურობს, თავის თვალით აქვს ნანახი. მე ახლა ნამდვილად არ ავიღებ ჩემ თავზე ამ პასუხისგებლობას, რომ დავასახელო. როგორ არის გზისპირად გაშენებული დაუშვათ ტარხუნის, პიტნის, მწვანილეულის, ასე ვთქვათ, სპეციალური სათბურები და სავარგულები და საშენები, ხო? რა თქმა უნდა, ბევრი მათგანი გადახურულია, მაგრამ ზოგიერთი არ არის გადახურული და აი საავტომობილო გზაზე ეს საშინელი მავნე გამონაბოლქვი გადადის მერე ნიადაგში, ამას ემატება სასუქები, მჟავაწვნები, მთელი რიგი უბედურებები, მაგრამ ტყვის შემცველობას მაინც ძირითადად ნავთობის წვის პროდუქტები განაპირობებს ამ შემთხვევაში, რომლებიც შეიცავს მინარევის სახით და საუბედუროდ ისინი ბავშვების ორგანიზმში დაგროვდა. განგაში სატეხა საკმაოდ გვიანი იყო, იმიტომ რომ მე წარმომდგენია ალბათ ჩვენ ვერ მოვიცალეთ იმისთვის, რომ ჩვენ მოსახლეობამაც ჩაატაროს ესეთი დიდი ფართომასშტაბიანი კვლევა, მაგრამ ალბათ იქნება. მიუხედავად იმისა, ჭამთ თუ არა ჩვენ საკვებში და უმატებთ თუ არა, საუბედუროდ გარეთოთ საჭამთ, იქ მაინც გვიწევს, ამიტომაც ყველა მათ, ვისაც აქვს საშუალება, რომ თვითონ დაამზადონ, ან გადავიდნენ ორი ვარიანტია ნახეთ, საკვებს ემატება ან სუნელი, ან ცოცხალი ქორფა მწვანილი. ეხლა ისეთი სეზონები იწყება თბილისში და საქართველოში, რომ შესაძლებელია აი ამ თემის ჩანაცვლება, მით უმეტეს თუ საშუალება გაქვთ, იყიდოთ ცოტა უფრო კარგი და ორგანული პროდუქტების მწარმოებელი ბრენდის მწვანილეულობა, ან მოიყვანოთ საკუთარ ბაღებში. რაც შეეხება სუნელების მომზადებას, რა თქმა უნდა, თუ საშუალება გაქვთ თვითონ მოამზადოთ, ბევრი მათგანი ვიცი რომ უკვე გადავიდა ამაზე, ბევრი ჩვენი ტელემაყურებელიც ბიომეურნეობას მისდევს უკვე, იმიტომ რომ ეს რაღაცა კარგი ტრენდია და ძალიან სასიხარულოა ჩემთვის და თვითონ შეგიძლიათ მოამზადოთ თითოეული მათგანი. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი იქნება არა მარტო ოჯახებისთვის, არამედ რაღაცნაირად ქართულ მრეწველობასაც შეუწყობს ხელს. ჩვენ საექსპორტოდ გაგვაქვს ბევრი სუნელი და მე მინდა რომ ჩემი ქვეყნიდან გასული სუნელები არ იყოს აი ესეთი სკანდალში გახოვული და მხოლოდ დადებითი შეფასება მიიღოს. ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი გვაქვს, მე არც ვიცი ჩვენი გადაცემაზე დაუსრულებლად შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ კიდე ერთი ძალიან კარგი თემა მინდა ასე ვთქვათ ვახსენო აქ, იმიტომ რომ ესეც ასევე საკვებთან არის დაკავშირებული. ეს არის საკვები ხელოვნური დამატებული ვიტამინებით. ძალიან ხშირად ვყიდულობთ საკვებს, მაგალითად, ერთ-ერთ ძალიან ცნობილ კაკაოს, ბავშვების კაკაოს, ესე ვთქვათ, რომელსაც აწერია ვიტამინების ფორმულები ახატია და აწერია, რომ A, B, C და ასე შემდეგ ვიტამინებს შეიცავს. საინტერესო არის, რომ ვიტამინები ზოგადად არ გამოირჩევა ესეთი მდგრადობით, როგორიც აი კომპანიას უნდა რომ მოგვაწოდოს. კი ბატონო, შეიძლება ამ საკვებ პროდუქტში არის დამატებული, მაგრამ ვიტამინებს აქვთ ერთი ძალიან საინტერესო თავისებურება, მათ უყვართ მოფრთხილება. საკვები პროდუქტი, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან დიდი ვიტამინიზირებით გამორჩეული, შეიძლება ჩვენ მივიღოთ და მოამზადოთ ისე, რომ გადავაქციოთ ის აუცილებლად იყო აბსოლუტურად უვარგისად ვიტამინური შემცველობის თვალსაზრისით. რატომ? იმიტომ რომ ხანგრძლივი თერმული დამუშავება, დაკონსერვება და ასე შემდეგ, ასევე თავღია ჭურჭელში შენახვა ან ზოგიერთ ჭურჭელში შენახვა შეიძლება ამ ვიტამინების დაშლას და
შემცირებას იწვევდეს. აქედან გამომდინარე, მე ჩემს მსმენელებს ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, რომ არა მარტო საკვების მომზადებას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საკვების შენახვის წესების დაცვასაც და მოდი ესეც ვახსენოთ როგორ. არსებობს კაცობრიობის ისტორიაში ერთი ძალიან საინტერესო და კარგი მასალა, რომელიც ძალიან კარგად ინახავს საკვე პროდუქტებს. ეს არის მინა და ეს არის ფაიფური. ამიტომაც მე მესმის, რომ უამრავი კარგი მაღალტექნოლოგიური პლასმასები წამოვიდა და სხვადასხვა ზედაპირით დაფარული ქვაბები, მათ შორის ცნობილი არ ვიცი ბრენდების სახელწოდება ალბათ არ უნდა ვახსენო, მაგრამ გადის დრო და მე იდება ინფორმაცია, რომ იცით რა, ის თურმე ძალიან მავნე იყო. მაგრამ რაც შეეხება მინას და ფაიფურის შემცველობას, ამაზე საუკუნეებია კაცობრიობა მოიხმარს, ზუსტი წლები არც მახსოვს რამდენი საუკუნეა, მაგრამ მათი მავნეობის შესახებ დასტური ჯერ არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ როდესაც საკვები მომზადდება, გარდა იმისა, რომ სავალდებულოა დავუშვათ პამიდრის ან ტომატის შემცველი საკვები გადატანილი იქნეს მეტალის ზედაპირიან ჭურჭელიდან ემალირებულ ჭურჭელში ან მინის ჭურჭელში, მთელი რიგი საკვები, რომლებიც მომზადებული გაქვთ, ჩემი რჩევა იქნება, რომ არ შევინახოთ მეტალის ჭურჭელში, ან არასპეციალიზირებულ ზედაპირიან ჭურჭელში და გადავიტანოთ სპეციალურ კონტეინერებში და მე მაინც უპირატესობას ვანიჭებ არაპლასტმას. რატომ? დღეს უკვე მთელი განგაში ატეხილი ნანოპლასმასზე, ეს არის ის პაწაწინა ნაწილაკები, რომლებიც პლასმასიდან იმტკიცება და ჩვენს ორგანიზმში ხდება. თუნდაც საჭრელი დაფები. საჭრელი დაფები, აი აქ არის ძალიან საინტერესო დეტალი, რატომ შეიცვალა პლასტიკზე, თუ იცით, ნახეთ, როდესაც პირველი საჭრელი დაფა კაცობრიობის ისტორიიდან ალბათ რაც იყო ხე, არა ეს იყო უნიკალური მასალა იყო და როდესაც ხის დაფაზე იჭრებოდა ხორცეული, ხორცი საკმაოდ ბევრ რაოდენობით სისხლს შეიცავს დაჭრის პროცესში და სისხლი ჩადიოდა, იჟონებოდა და იქ მიკრობული ფლორა მრავლდებოდა და თუ მე იმავე დაფაზე პურს დაჭრდა, ეს უკვე რა თქმა უნდა სახიფათო იყო. ამიტომაც ჩემს მაყურებელს და ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვეუბნები, ხორცეული საჭრელი დაფა ყოველთვის გქონდეთ სხვა. ვერცეთ ყასავს, ვერცეთ მეხორცეს ვერ ნახავთ, რომელიც აი ამას არ გეტყვით, იმიტომ რომ მათთვის დღეს მათ ეს დიდი ხის მორები აღარა აქვთ, დაკრძალული აქვთ, უკვე სპეციალიზირებულ მაგიდაზე ჭრიან, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ეს ხის მორები, რომლებიც ჰქონდათ ხორცის დასაჭერად, მხოლოდ ხორცისთვის გამოიყენებოდა და დამთავრდა. ამდენადაც მინდა გირჩიოთ, რომ თუ თქვენ დღეს გინდათ საჭრელი იყიდოთ, ოჯახში მინიმუმ 2 საჭრელი დაფა უნდა არსებობდეს, ერთი ხორცეულისთვის და მეორე სხვა დანარჩენისთვის. და მეცაც გეტყვით, ის პლასტიკატის დაფები, რომლებიც ძალიან ლამაზებია, ძალიან გამძლები, დანით ჭრის დროს, მით უმეტეს თუ ხერხისპირიან დანას იყენებთ, ძალიან პაწაწინა ფრაგმენტებად ახერხავს ნანოპლასტიკს, რომელიც ესე ჩაწეპდება თითქოს ნაწლავის კედელში, ის არ გამოდის ორგანიზმიდან და ყოველწონები ჯობია ის პატარა ხის ხიჭვები ააწვრეს დაფას და ის მოხდეს, ესეთი არც ის უნდა მოხდეს და არც ეს ვიდრე ეს ნანოპლასტიკი. აქედან გამომდინარე კიდე ერთი დეტალი მინდა დავამატო, ჩვენ ვართ გოზინაყის ქვეყანა, ზოგისთვის ახალი წლიდან და ახალ წლამდე ესე იწყება და გოზინაყი მხოლოდ საახალწლო ნუგბარია, ხო, რომელიც ტრადიციულად და პრაქტიკულად მე ცოტა ხნის წინ ნახე ერთი ძალიან ცნობილი ქართული ბრენდი, რომელიც ესე გასაყიდად კომერციულად ამზადებს გოზინაყებს და მართალი გითხრათ ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა, რომ ის ძველი რეცეპტით კეთდებოდა. ტრადიციულად გოზინაყი თავსდებოდა ძალიან კარგად დაპრესილ ხის დაფებზე. ხო მართალია და მით უმეტეს წარმოიდგინეთ ახლა ხის დაჭრილი ის ხის დაფა რომელზეც ხორცი იჭრება იმაზე გოზინაყი რო გათავსდეს ეს არც გოზინაყისთვის იქნება კარგი და არც ხორცისთვის. ამიტომაც ხორცის დაფა ერთმნიშვნელოვნად ცალკე წავიდეს და თუ მაინდა-მაინც ესეთი კარგი დაფას ვერ ვიშოვით, რომელიც არ ჩაიწოვს, ჩემი რჩევა იყიდეთ ის პლასტიკი, იმიტომ რომ ხორცი მე მაინც კარგად ირეცხება. განსხვავებით დავუშვათ სალათისგან, აი როდესაც მაგალითად სალათისთვის ჭრით კითს, ხო? კიტრი ჩვეულებრივ უკვე გარეცხილია და ფაქტიურად დაფიდან ამწვანილს, ხო? პირდაპირ ხდება ჩვენს მენიუში. ამიტომაც ხორცი დაჭერით კი ბატონო იმ პლასტიკზე და იმ უფრო რთულ მასალებზე, რაც არის საკმაოდ კომპაქტური, მაგრამ დანარჩენი მე მაინც რჩევა მაქვს და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დეტალი მინდა თქვა, ალბათ ბებიკოებიც მისმენენ უფროსი თაობა და მე მახსოვს ჩვენს ოჯახშიც ჩემი ბებიის დროინდელი ფაიფური საჭრელი დაფა არსებობდა, ესეც ძალიან ლამაზი სერვიზის შემადგენელი ელემენტი იყო, რომელზეც ძველი თაობა ყველეულს ჭრიდა და თუ ესეთი დაფაც გაქვთ, კი ბატონო, რატომაც არა. თანამედროვე აზიური კულტურა უკვე ქვის დაფებს გვთავაზობს, ესეთი ქვის ფირფიტებია სპეციალური დანებით, ყველი ამაზე იჭრება და დაფას ძალიან დიდი მნიშვნელობა აღმოაჩნდა, ვითომ ძალიან ისეთი ნაკლებად მნიშვნელოვანი ელემენტი იყო, მაგრამ მე აღმოაჩინეთ, რომ იგივე როდესაც სუპერმარკეტებში მიგზანდებით და თქვენ იყიდულობთ
დაჭრილ ყველს მაგალითად ან ზეხო ძირთადად ამბურ პროდუქტს ვარჭრევინებთ ხოლმე სლაისერებზე. მე მინდა იმედად დავიტოვო, რომ ეს დიდი სუპერმარკეტები, რა თქმა უნდა, მომხმარებლიდან მომხმარებლამდე ამ დანისპირებს რეცხავენ. იმიტომ რომ დანისპირების გარეცხვა ტექნოლოგიურად მათ დაბლაგვებას იწვევს და უფრო მეტად აახლობს, ამიტომაც ძალიან ცხელი წყლით არ შეიძლება მათი დამუშავება, მაგრამ ჯანმრთელობისთვის ეს სახიფათოა, იმიტომ რომ თუ წინა დავუშვათ კლიენტს მომსახურა და ერთი რამდენიმე საათის წინ დაუჭრა, იგივე დანისპირზე უკვე მიკრობული ფლორა არის გამრავლებული და როდესაც თქვენ მეორე პროდუქტის დაჭრას ითხოვთ, რომელსაც სავარაუდოდ სახში უკვე აღარ გარეცხავთ, რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი. ესეთი პატარა დეტალები არის ჩვენი ჯანმრთელობის კომპონენტი და მე მინდა თქვა ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი, რომ ხშირად როდესაც პაციენტს ნაწლავური ინფექცია აწუხებს და მიმართავს ექიმს, იწყება ხოლმე გარკვევა რა ჭამა. და იტყვის ხოლმე რომ არაფერი ისეთი, აი ჭამე და ძალიან მარტივ კერძებს ჩამოთვლის, რომელსაც არ უნდა გამოეწვია არანაირი დიარეა და დავუშვათ ღებინება ან გულისრევა. მაგრამ ძალიან ხშირად აი პრობლემა ესეთი პატარა დეტალების შიგნით არის ჩამალული და შესაძლებელია მიზეზი გახდეს მიკრობული ფლორის გამრავლება აი გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პროდუქტი მინდა გითხრათ, ესეც მართლა გითხრათ ჩემმა პაციენტმა მითხრა, ბავშვი ვერ შევაყარე ბროკოლიო. და რა გავაკეთო? არც არაფერი არ გააკეთოთ, ჩემო კარგო. ბროკოლი კარგად გაპიარებული დასავლური კულტურის ელემენტია, ძალიან მიყვარს და ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ქართულ ბავშვს თუ ბროკოლს ვერ შევაყარებთ, ამაზე განგაში ნამდვილად არ უნდა ავტეხოთ. იმიტომ რომ ჩვენ ბევრი სხვა რამე გვაქვს ძალიან საინტერესო, მაგრამ ბროკოლი ძალიან კარგი პროდუქტია და ერთი საინტერესო დეტალი, საკმაოდ ბიოაქტიური პოტენციალით გამოირჩევა ბროკოლი. ალბათ იცით, ბროკოლი შეიძლება ხა ყველას არ უყვარს, მაგრამ ესეთი ყველაზე ხშირი ამერიკული ხუმრობის ობიექტი ალბათ ბოსტნეულიდან, იმიტომ რომ დახატული ისინიც არსებობს კარიკატურები და მემები, როცა თავი ესეთი ბროკოლიური თმები აქვს ბავშვს. რატომ? იმიტომ რომ ბროკოლი არის ესეთი საბაზისო ბავშვების მენიუს კომპონენტი. ამ დროს ჩვენ ბავშვებს დიდათაც მაინც არ უყვართ, თან ჩვენ ესეთი კერძები ბროკოლიზე მორგებული ნაკლებად არ გვაქვს. საკმაოდ ბევრი საინტერესო და კარგი ნივთიერებაა მასში. საკმაოდ მაღალი ენზიმური ჰიდროლიზით გამოირჩევა, ანუ ფერმენტული ჰიდროლიზით მონელების პროცესს ამარტივებს და ჩემთვის ერთი რჩევა მოუწიათ ძალიან დიდი ხნის წინ და მე დღემდე მახსოვს, რომ ბროკოლი როდესაც პირველად გავსინჯე, მაშინ მითხრეს, რომ ეს არის პროდუქტი, რომელიც არც უნდა მოხარშო და არც უნდა მიირთვა. და დღესდღეობით უკვე ბევრი ნუტრიციოლოგი გვეუბნება, რომ აი ეს ოპტიმალური ზღვის დაჩერა ძალიან საინტერესოა. ზუსტად მაგ ზღვარშია ყველაზე კარგი და სასარგებლო ბროკოლი. ამიტომაც თუ ბროკოლის არ მიართმევთ ბავშვს ძალიან ჩახარშული სახით და არ მისცემთ ასევე უმად, რომელიც ძალიან ძნელი მოსანელებელია და არც მოეწონება და ცოტა მუთუშ უსმისებთ, მე კიდე ერთ ხრიკს გასწავლით, ეს ჩვენმა კარგმა პედიატრმა მასწავლა ერთ-ერთმა. მოდი ნუ ვეცდებით ბროკოლი ვაჭამოთ ცალკე იზოლირებულად. ბროკოლი გავაკეთოთ კომპონენტად სხვა საკვების, ძალიან ლამაზია ეს ჩვენი ხუჭუჭა თავიანი ბროკოლი, შეგიძლიათ ისჩადოთ სუპეულშიც, შეგიძლიათ მიაწოდოთ რაგუში, უბრალოდ ანახეთ და შეაყვარეთ და ამის შემდგომ უკვე ბავშვი თვითონ გაიხსნება. ნაკლებადაა გისაგემო ნათვისება, რომელიც ერთავად მოაწონებს პატარას თავს, მე ესე ვიტყოდი და ამიტომაც უარყოფითი განწყობის ჩანერგვას ჯობია, რომ თანდათან შევაყვაროთ და მოვაწონოთ ეს პროდუქტი. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რაც შეეხება ნახშირწყლებს. ძალიან ხშირად არის ხოლმე ესეთი კითხვა და ბევრს საინტერესებს ხოლმე, თუნდაც იგივე შაქრის შემცველებზე, თუნდაც იგივე დაბალ კალორიულ ან ზერო კოკაკოლაზე და როგორ მივირთვათ, რანაირად მივირთვათ და რამდენად სასარგებლოა. ზოგადად ტკბილი გაზირებული წვენები ერთმნიშვნელოვნად არ არის სასარგებლო პროდუქტები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ესეთ რაღაც ანათემას გადავცეთ და გამოვაცხადოთ, რა ვიცი, ყველა დაავადების საფუძვლად, ასე ვთქვათ. მათი ლიმიტირებული მიღება სადღესასწაულო სუფრებზე და არასადღეღამისო მიღება, აი სიტყვა წამოიცდა კინაღა, მართლაც როგორიც ხდება ხოლმე ჩვენთან, იმიტომ რომ მე ვიცი ბავშვები, რომლებიც კომპიუტერთან ზიან, გვიანობამდე ვარჯიშობენ და გვერდზე ესეთი კოკაკოლას ან პეპსიკოლას ბოთლი უდგას, ამ შემთხვევაში დავასახელებ ამ ორ ბრენდს და მიირთმევს. ძალიან ხშირად დაემწვენებს ერთი გაზირებული ლიმონათებს კიდე ერთი ცუდი თვისება აქვს. ხოჩეს ბატონმა ზაქარიამ ერთ-ერთ ინტერვიუში ძალიან კარგად თქვა ეს და განმარტა თავისი აზრი და მე მომეწონა ეს იდეა.
მათს გადაუგდებს ბავშვებს ხშირად. მართალია ეს არის საინტერესო ფრაზა, აი ესეთი უჭმელი ბავშვები, რომლებიც აი პედიატრთან მიყავს დედას და სულ ეს პრობლემა რომ არ ჭამს, ხანდახან აი ტკბილი წყლის მიღებით დააკომპენსირებენ თავის ჭამის სულს და მე უკვე საჭმლის ჭამა აღარ უნდათ. თან ისეთი მიჩვევადობის რაღაცა გარკვეული მომენტიც აქვს და მე გთხოვს რომ იცი რა ისაკობი ჭამე, მაგრამ რაღაცა მინდა კიდე დავაყოლ და ეს რაღაცა ხშირად ეს ტკბილი წვენებია. რა ვიცი, რატომღაც ჩვენ ქართულ წვენებს არ ვწყალობთ, ჩვენი ქართული წვენებისგან მიღებულ პროდუქტებს, რომლებიც ბევრად უფრო სასარგებლოა გემრიელიც და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ბევრი ჯილდო აქვს მიღებული. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელიც იყო გამარჯვებული ლაღიძის წყლების ისტორია რო გავიხსენოთ, ხო? ამაზე სხვათა შორის ერთ-ერთ გადაცემაში მე და ბატონი ზაქარია ცოტა მეც მოგიყვებით, ეს ძალიან საინტერესო ისტორია და მე მინდა რომ ჩვენმა განათლებულმა მაყურებელმა, იმიტომ რომ პეკატის მაყურებელი ყოველთვის განათლებულია და დიდი მადლობა თქვენს, იმიტომ თქვენს გვანათლებთ, თქვენს გვეხმარებით, თქვენი კითხვებით და ბევრ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდით. ერთი საინტერესო რამე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი კულინარია იმდენად საინტერესოა, კოსმოსია, ეს რაღაცა და ალბათ წიგნი, რომელიც მრავალტომეული ალბათ არ დასრულდება, იმიტომ რომ ჩვენ კიდე არ ვიცით წინარე კულტურაში რა ხდებოდა და აწირა იქნება და მე მიხარია დღეს ეს ბავშვები რომ არიან ესეთი ახალგაზრდა თაობა კულინარიული და გასტრონომიული ნიჭებით გამორჩეული და სხვადასხვა ტოქ-შოუში რაღაც სასწაულებს აკეთებენ, იმიტომ რომ მე არ მინდა რომ მალე დადგეს ის ეპოქა კაცობრიობაში, როდესაც ჩვენი საკვები გახდება პასტის მაგვარი და რაღაცა კოსმონავტების საკვები, რაღაცა ერთი მონოტონური, იმიტომ რომ საკვები ხელოვნებაა და ხელოვნება მოითხოვს ფანტაზიის განვითარებას, ოცნებას, ჩვენი სურვილების და გზნობების ჩაქსოვას. ერთი საინტერესო დეტალი მინდა კიდევ ვთქვა, არ მინდა რომ თავი შეგაწყინოთ, ჩვენ ამ თემაზე უფრო მეც ბატონ გიას გადაცემაში გავშლით და იმას უყურეთ, იმიტომ რომ იქ სულ სხვა კოსმოსიდან დაგვანახებს ბატონი გია, ერთი დეტალი მინდა ვთქვა. მახსოვს ერთმა ხანდაზმულმა ქალბატონმა გითხრა ამ კლინიკაში, აი ამ კედლებში ძალიან საინტერესო ფაქტი, რომ თურმე მისი ბებია, წარმოიდგინეთ, ეხლა ეს ქალბატონიც დიდი იყო უფროსი თაობის, როდესაც აკეთებდა ნამცხვარს კერასინკაზე აცხობდაო, ბებიაო, გვეუბნებოდა იმ დროს ბავშვებს, რომ ნუიხმაურებთ და ნუიყვირებთ. რატომ? იმიტომ რომ ცომი უნდა ამოფუდეს და ცომს არ უყვარს ჭუბი და დავითარება. ძალიან საინტერესო რაღაცა იყო და მე მახსოვს იგივე ისტორია სითბო ჩამეყვარა, როცა ჩემი ბებია აკეთებდა კვერებს, კეთი ემახსოვრება ალბათ აქ ყავს კეთი, იყო ესეთი ტრადიცია, მიცვალებულებზე თითო მიცვალებულზე კვერი ცხებოდა, ბევრ კუთხეს დღემდე აქ შემონახული, ერთგვარი საკურთხის სახეობა იყო და თუ გაიხსენებთ ძალიან შორს, წინაპრებს აი ბების ხელით გამთბარი, როგორი სითბოთი აკეთებდნენ და მე ის ქართული ოჯახი მინდა დავლოცო, ერთხელ ბატონმა ზაქარიამაც გაიხსენა იმ ჭაცროჭამს ბებიის ანაბეჭდი რო აქვს ზევიდან და ამაზე ძალიან კარგი ქართული ნოველაც გვაქვს ხომართალია. ეს ნიშნავს, რომ ოჯახში დიასახლისი ჯერ კიდე არსებობს და ჯერ კიდე ზრუნავს ვიღაცა ჩვენს. ძალიან დიდი მადლობა ჩემო მაყურებელო, ჩემო ტკბილო მეგობრებო, სულ უფრო და უფრო მეც საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით, ცოტა თქვენც დაგვეხმარით, თქვენც მოგვაწოდეთ რაზე გინდათ ვისაუბროთ, იმიტომ რომ თემები მართლა ამოუწურავია, მინდა რომ აქტუალურები ვიყოთ როგორც ყოველთვის და რაც მთავარია მოგწერეთ კითხვები, ჩვენ არც ერთ თქვენ კითხვას არ დატოვებთ უპასუხოთ. დიდი მადლობა ჩემო კარგებო, ჯანმრთელობას გისურვებთ.